Nirvana. ლეზდეი კიდე. ეს არის ამერიკული საკულტო ლეგენდარული grunge ბენდის Nirvana-ს მეორე სტუდიური ალბომი, რომელიც 1991 წლის 24 სექტემბერს გამოვიდა. ამ ტრეკის სახელი ყველა ვიცით, მაგრამ თუ იცით საიდან წარმოიშვა. Picnic Hills იყო გოგოების პანკ ბენდი და ერთ-ერთმა წევრმა Caitlin Hanam house party-ის დროს კედელზე დაწერა Kurt Smells Like Teen Spirit. Teen Spirit იყო 80-იანების გოგოების ანტიპერსპირანტი, რომელსაც კურტის იმდროინდელი შეყვარებული ტობი ვეილი ატარებდა, რომელიც ასევე Bikini Kills-ის წევრი იყო. და როგორც ჩანს, კურტს მოიწონა ეს სახელი და ასე დასათაურდა ეს ტრეკი. Smells Like Teen Spirit-ი უდაოდ 90-იანების ამსახველი საუნდი არის. ბენდი შედგება 3 წევრისგან: Chris Novoselic ბასზე, Dave Grohl დრამზე და Kurt Cobain გიტარაზე და ვოკალზე. Nirvana გამოირჩევა მუსიკალური დინამიკის თითქმის არქონით, რაც Pixiebმა გამოიგონეს და ძალიან მარტივი მუსიკალური სტრუქტურით. ყველა რიფი, რაც აქვს კურტს დაწერილი, არის ძალიან მარტივი და ნებისმიერი ახალბედა გიტარისტი ერთ დაждომაზე ისწავლის. ახლა გავაკეთე დემონსტრაციას. ბლუმის დაკვრა არ ვიცი. ახლა ვისწავლე. ჩემი აზრით, სწორედ აი ესაა ნათელი მაგალითი, რომ არაფერს არ ნიშნავს სირთულე და კომპლექსურება, როდესაც აუთენტურობა და ხასიათი არსებობს. Nirvana იმდენად პანკია, რომ მიუხედავად იმისა, რომ H&M-ში ნახავთ მათ მაიკებს, მაინც ვერ იტყვით, რომ პაპსაა, იმიტომ რომ Nirvana არის. მიუხედავად იმისა, თუ როგორ ჟღერს მუსიკა, Nirvana ყოველთვის იყო ლიბერალური ბენდი. ისეთ თემატიკების გარშემო ტრიალებდნენ, როგორიცაა ანტისექსიზმი, სისტემის კრიტიკა და ზოგადად განმარტოებაზე და მიუღებლობაზე განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების მიმართ. Nirvana არის ერთ-ერთი ყველაზე არასწორად აღქმული ბენდი და ტრეკში In Bloom-ში სწორედ ამაზე საუბრობს. რომ ხალხი მათ მუსიკას უსმენს, მოსწონთ როგორ ჟღერს, მაგრამ არ იციან რაზე საუბრობენ. ძალიან ბევრი Nirvana-ს ფსევდოფანის სრულიად საპირისპირო იდეოლოგიებით შეიძლება იყვნენ. ეს გაუგებრობა იყო ერთ-ერთი მიზეზი კურტის დეპრესიის, რამაც საბოლოოდ მისი სიცოცხლე შეიწირა. ალბომის გამოსვლიდან 3 წელიწადში 1994 წლის 5 აპრილს 27 წლისა მან თავი მოიკლა. ბევრი დაობს იმაზე, რომ ის მოკლეს, მაგრამ ზუსტად არავინ იცის. მაგრამ ფაქტია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ასე მალე დაგტოვა, თავის თავთან ერთად Nirvana-ც გაამყარა როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკალურ აქტად მსოფლიოს ისტორიაში. ჩემი საყვარელი ტრეკებია: In Bloom, Drain You, One baby two. Territorial Pissings და Stay Away. აღნიშნო, რომ ალბომი ისმენება თავიდან ბოლომდე ძალიან გემრიელად. ერთი ტრეკიც არ არის ზედმეტი, ყველაფერი არის ძალიან Nirvana, ძალიან grunge, ძალიან ხომაღალი, ძალიან უხეში და პირადად მე ამ ყველაფერს ძალიან მივესალმები. Nirvana იყო, არის და ყოველთვის იქნება 10-დან 10. საკულტო, ჟანრის განსაზღვრელი, ლეგენდარული და აიკონიკ სტატუსი. საღოლ. საინტერესო ფაქტი, არ ვიცი ამ ალბომის გამოჩენა შემიძლია თუ არა, მაგრამ ვინც ახატია ამ ალბომ ქოვერზე ეს ბავშვი, ვინც გაიზარდა მე Nirvana-ს უჩივლა, ფული უნდა რომ გაიკეთებინა, რომ მიღენასო ჩემ თანხმობის გარეშეო რა, მაგრამ ძალიან საცილო არის და ირონიული და ამავდროულად აი იმენა იდეალური. რომ ანუ ამ ქოვერზე ახატია ბავშვი, რომელიც ფულს მისდევს, იმიტომ რომ გაიზარდა და მაინც ფულს გაეკიდა.